გამარჯობა, მე ვარ დაჩი და დღეს ჩვენ ვართ 21 წლოვანთა ნაკრების წევრებთან. ნოდარ ლომინაძესთან და ნიკოლოზ უგრეხელიძესთან ერთად. აბა, როგორ გრძნობ თავს? ომახიანად. ძალიან კაი. მოკლედ, 21 წლოვანთა ნაკრების თამაში ზეთან და სპორტზე ვიხილავთ, იქამდე ერთ სახალისო თამაშს შემოგთავაზებთ. სულ გვაქვს 8 კატეგორია. რომელი კატეგორიაც ამოვა, წუთის განმავლობაში უნდა დაასახელოთ, რიგრიგობით უნდა დაასახელოთ სიტყვები. და იტყვი რაღაცას დაასახელებ, მოკლედ მარტივია. პირველი, ვისაც 1 წუთი გაუვა, ის არის დამარცხებული. სამდე ვთამაშობთ. მე ჯეირანი კაი ვარიანტი არის რა, ეგრე. მოდი ეგრე დავიწყოთ. ერთთან. ჯეირანი. კაი მე დავატრი. მოიცა შენ იწყებ იცოდი. იცოდი მაინც. მე ვიწყებ ამ დატრიალს. აი, როგორც მე მგონი უნდა გადაწყვიტო ეგეთ შენ. მე მგონი უნდა დაიწყოს. იმან დაიწყოს. ხო. რა? შეიძლება ეგრე? შენ შეცვალე? მივაჭერ და ეგრევე. მოკლედ 21-ის ევროპის ჩემპიონატზე, რომელი გუნდებიც მონაწილეობენ, უნდა ჩამოთვალოთ 1 წუთის განმავლობაში. დრო დაიწყო. საქართველო, ფინეთი, ინგლისი, საფრანგეთი, პორტუგალი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, ნიდერლანდის კომанда. ფინეთი, ხო? აი იყო. ფინეთი იყო. ხო. ეგალმი. ეხლა შენ. ამდენიც აღარ გერჩა. ხო, 16-ია. 16. მორჩა, მალე გადის. ეხლა აღარ დაგიხსნა. არა. უკრაინა, სლოვენია. სლოვენია. სლოვენია ხო თქვი? არა, სლოვაკეთი. ორივე გავიდა? კი, ორივე. ვაიმე. რა უნდა? სად გქონდა? რა უნდა და? სულ კარგად იყო. დავაგე. აბა. 4 ესეთ ნომერი. 2 ეგა 1-0. დაატრიალებთ. პროპილორში უნდა დაიწყეთ. ეს დრო ამ დროს დავარ ესტატებ, შენ არ ენერგულო? მოთამაშე ირჩევს. თამაში ირჩევს. ნებისმიერს. აი რაც გინდა საერთოდ. მე ვიცი ასე ირჩევს. სუპერგმირები იყოს. კაი. დაიწყო. კი. 1 2 3 სპაიდერმენი, ბეტმენი, ჰალკი, სუპერმენი, თორი, ანტმენი, კაპიტანი ამერიკა, რობინი, ფლეში, შაზამი. სუპერ გოგონა. არის. იქნება. ქალი საოცრე. თანოსი. ვაიმია. ო რა ქვია იმას? ხის კაცი რო არის. აბა. მე აუ ხერო არის რა ქვია? სხვაზე კონტენტი. ხე. იდე წავაგეს. ცხოვრა. გრუტა. კრუტი ეგა. სორი. გრუტ. შავი ქრივი. მი? ლეკვიდო. ვაიმე ჩემი, ამინდოდა. ჩემი. სუპერ გოგონათი მოგი. აუ, ისეთი რამე არ მინდა. მე მგონი შარში შენ თვითონ გაყავი თავი. ქვევი არ ვიცოდი. შავი ქრივი. სკარლეტი უხანსო. კი, უბრალოდ არ ყოფილ ხარ ძალიან კომპეტენტური მე მგონი ამ იმაში, სუპერგმირებში და. მეგონა ვიყავი რა. ეგეც მართალია. მინდა შეგახსენოთ, რომ თამაში არის 3-მდე სულ. სამართლიანად 2-0-ს იგებს. და ეხლა მესამე იქნება შეიძლება იყოს გადამწყვეტი. მიდი დაატრიალე. და იქნება ყვითელი რაღაცეები. 1 2 3 ბანანი, საიტან დასლობ. ლიმონი, უთელი ბარათი. ყვითელი ბარტია. ყვითელი ვაშლი. უთელი წემალი. მე ორივე არსებობს ბუნებრივი. ყვითელი გააკრამებს. ყვითელი მანგო. მზე. ზე. ეს ყვითლად ხედავთ და შეიძლება ჩაგითვალოთ. ფოთოლი. ყვითელი ფოთოლი.
რა დიდი ინტერპრეტაცია არის ყვითელი ფოთოლი მზე. ყვითელი ბალახი მაშინ. თუ ფოთოლი ჩაკო. გეოლოგიით მოსულა. ყვითელი ჟირაფი ყვითელია. ყვითელი. ყვითელი ჟირაფი. ეგრე ყვითელი ლომიცა. მოყვითა. როგორც ის არის. როგორც ჟირაფი. ჟირაფის ფერია? კი ბატონო. აბა, ერთი მაგ გამზადებული კიდე. გააკ, გადატენილი გააკ რამე? იმედია მაგას. სიტანდას ლოგო ყვითელი. მოდიში. მეგონა დაავდით. არა უშავს. პითონი მქონდა მომზადებული. ცოტა გასვლა. პითონი. ყვითელი. სამ დავატრიალებთ რაღაცა ურის სპორტ თქვათ, მოდი შესარჩევებზე, მეგონი კარგი იქნება რა. ისეთ ეგეთი პანენკა და ეგეთი თამაში იშვიათად მინახავს და როგორი განწყობით იყავით წინასწარ, რას ფიქრობთ? საბრძოლო როგორც ყველა თამაშის წინ. თავიდან მე მქონდა მიზნა დასახულიო, გავიდოდი ჯგუფიდან და ეგრეს გამოვიდა. და ალბათ მოტივირება არ გჭირდებოდა ფიზიკად გიოსი. ცოტა რთულად გამოვიდა პლეიოფიდან, მაგრამ კარგად გამოვიდა. თან როგორი პენალი დაარტყი შენ? რამე ინსპირაცია გაწყვეტილი ქონდა წინასწარ? აი, რო დაინიშნა პენალტების სერია, ეგრევე ვიფიქრე რომ პანენკას დავარტყმდი რა. შენს გაიტანე პენალი, მე-6 პენალი და შენ რა განწყობით მიხვდი ერთი ეგეც რომ მომიყვა? როდესაც იმას ვიტყვი არ ველოდი რა, ჩემამდე თუ მოვიდო და ისე მოხდა რომ გადანაწილებული ის იყო, არ მიწევდა რა იდეაში მე არ უნდა მივსულიყავი მაგ პენალტზე, მაგრამ მომიწია მისვლა და დიდად გამოცდილი არ ვარ პენალტებში, მაგრამ ვიცოდი რომ იქ უნდა დამერტყა რა სადაც დავარტყი და წინასწარ ქონდა არჩეული. კი. არა. მაგას ირჩევ ხოლმე რომელიმე აი პენლებს თუ უთხოვ წინასწარ რო ადიხარ. რა ზოგისთვის ახლა უფრო ხშირად სადაც იტანს ეგ რა. მარტივად. პანენკა არჩეული მქონდა რა. პანენკა გაგიტანია ეს სხვა კარიერაში. სამგურელში ვიყავდა. სპორტები იყოს. აი, თქვენ როგორც გადაწყვეტთ. სპორტი იყოს. შენ რა სპორტები თუ მინდა სპორტები იყოს. ყველაფერს მოვედოთ. 1 2 3 წავიდა. ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, რაგბი, პადელი, ცურვა, ჭოკითხტომა, პინგ-პონგი, სირბილი რა. სირბილი, და მეორე სპორტი დარჩა. აი არ გვინდა. ამერიკული ფეხბურთი, ისა რა ქვია? ბადროს სპორტი, ბეისბოლი, ბირთვის სპორტი, კრიკეტი, ინდოელი ხარჯი. სიგრძეზე ხტომა. წყალბურთი. ავსტრალიური ფეხბურთი. არის. კარშიც რო კი, არის. კარის ზევითაც რო ძელები არის. გოღი. დოღი. ზოგიც არის. ის ცხენები რო ხტებიან რაღაცაზე, რა სახელი. რა ქვია ხ სახელი მაგას? აი ცხენები რო ხტებიან რაღაცა. არა, მაგას ვერ ჩავთვლი ხ ცხენები რო ხტებიან რაღაცაზე. ბოულინგი. მოსულა. ბოულინგი, გოლფი. სპორტული ტანვარჯიში. ჭიდაობა. ძიუდო. ძიუდო. ჭიდაობა ძიუდო და გაიჭირდა. ძიუდო. სროლა. ესა სამბო. ჯიუჯიტსუ. MMA. ბოქსი. კინგბოქსინგი. სო. კარატე. იმენ მქონდა. რემონტადა დგება აქ? ჯერ არაფერს არ ვიტყვი, თორე წინასწარ არ დაჯგუფსო? არა. მაგ ხასიათზე ხარ. როდესაც მიდიხართ ხოლმე აი შეკრებებზე თქვა ნაკრებებში რომ მიდიხართ აი რას აკეთებთ ერთობით საერთოდ? ვარჯიშის გარეთ ძირითადად ამ ბოლო დროს მაფია როგორც. მაფია, იქით ოთახში გვაქვს მაფიის ღამემეტი სასაული. მაფიოზობა თუ მოქალაქეობა? მე დეტექტივობა. დეტექტივობა. ძალიან რისკიანი. შენ? მე უფრო სერიული, აი მარტო რო გადიხარ რაღაც თავისი ხიბლი. წარმატებული ხარ ხოლმე? ხშირად ვერ მაგრამ მუღამია რა. არა, ძალიან მაგარი მუღამია. იმის რომ უნდა შეეკრანა. აი ხა ახალი წესები რა ვითამაში. ხო, ნუ პატიოსანს ყველა ჯობს ჩემიანს. აუ მე მომწონს პატიოსნით თამაში. ხო? რო ლაღად ხო რა. ანუ რაღაც მაფიოზი არ გადის ჩემში. მაქალაქე რო ვარ და რო ვეძებ ადამიანებს მომწონს რაღაცნაირად.
შეიძლება მოსწყენიც არის ცოტა. მოსაწყენია ჩემთვის. და ქაოსური მაშინ. ნუ გააჩნია რა შეიპოვე კაიფს და. ხო, ანუ სერიული და დეტექტივი, აი პატიოსანზე უფრო აი დეტექტივი. ხო, აი ექიმი მაფიოზზე უფრო დეტექტივი ძალიან. ექიმი? კაი. ეგარი შეგვიძლია გავაგრძელოთ ხა, ეგეც არის. როგორც თავს აბათ აიბრეიკერის წინ. მოტივირებ. შენი რა? კი. ხო არ ხარ დაძაბული? აღარ. მოგიხსნა? So, კაი, მოკლედ თემა იქნება საქართველოს ნაკრები შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის წინააღმდეგ. განაცხადი. დაიწყე შენ. 1 2 3 ლორი, მამარდა, გუგეშა, კაშო, გველესა, დვალი, კაკაბა, კვირკველა, ლოჩო, ალთუნა, კოჩორა, კიტე, ზურიკო, კვარა, მიკა, წიტა, გუდუ, კაკაბა, მექვაბა, სიგუ, სიგუ. კარჩა. აბა. მე შეიძლება კიდე ყოფილიყო. ბუდუ თქვი? ბუდუ იყო. კოჩოლა? ლაშა დვალი, კვეკვე. კვეკვე, დვალი თქვა მე მგონი. თვალის თქვი მეორე ჯერ? არ ვიცი. არა, მეგონი არ გიყავს. კაი, ხო. აზარა? აზარა იყო? აზარ არ არ ყოფილა. ყოფილა? არა. ხო არის. კარგი. დიდხანს გამოვიდა. რა? ხუჩეჩი. ალთუნა, გუგეშა. გუგეშა იყო. თქვით? გუგეშა იყო. მე კარების მე ეგრევე ვთქვი, მე შენ თქვი ლორი, კაი, გუგეშა. მაცადე. მექვაბა. სამი ორი ეგ არის რემონტადა იყოლე კიდე როგორ არის გადაავლე თალი ბიჭებს ეს შენ ჩემი აბიძე ლობჟანა, მე ის გამ თქვი ალთუნა თქვი ეგრე. მე ის გამახსენდა რა იქ რო გამოდიოდნენ სცენაზე მაგ და მე ნოვრემის მიხედი შედგა რემონტადა. შედგა რემონტადა კი ლოცავ მოკლედ ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა საბოლოოდ სერიოზული კამბექი ეგ არაფერი ისეთ პერფორმანსი დაიდო რომ მე მგონი გიგდა კაი ერთი ორი სტუარი მეთქვით კი თამაში და იქნებით ბოლომდე მაგრამ ანუ აი ევროპის ჩემპიონატის წინ როგორი განწყობები გაქვთ თუ ზგუშნოთ და ერთი ორი სტუარი მეთქვით მაგაზე განწყობა როგორც ყოველთვის საბრძოლო სამოტივაციო ყველაფერს გავიღებთ ჩვენს მაქსიმუმს შევძლებთ 200%-ს გავაკეთებთ და დიდი იმედი მაქვს და მჯერა რომ გავოთ ჯგუფიდან მინიმუმ და მე უკვე ჩვენ თავარი პირველი მიზანი რაც გვაქვს ჯგუფიდან გავიდეთ. ხო, мотиваციაზე ზედმეტი არის საუბარი და დისციპლინაზე ალბათ ყველა იმზადება როგორც არასდროს. ყველა მაქსიმუმს გააკეთებს, ამაში ეჭვიარებს ეპარება და ჩვენ ისეთი გუნდი ვართ და ისე იმდენი შეგვიძლია რომ ვფიქრობთ იმაზე ნაკლებს არ გავაკეთებთ, რაც ჩვენ წინა თაობამ გააკეთა ოზრაესამდელებმა და იმედია უფრო შორსაც წავალთ. უყურეთ 20 წლოვანთა ევროპის ჩემპიონატს სეტანტა სპორტზე, უგულ შემადგენლად საქართველოს ნაკრებს. ეგა? ხარი. აი, ეგა, მე დიდი მადლობა მოკლედ. კაი თამაში გამოვიდა. მადლობა თქვენ.